საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. რადიო იმედზე. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ეთერშია გადაცემა სოცდისკუსია. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა კი გარემოს დაცვა. სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით ივნისის მწვანე თვედ გამოცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არაერთი გარემოს დაცვითი ღონისძიება გაიმართება. რა ღონისძიებებია დაგეგმილი და როგორ ხდება დღეს საქართველოში გარემოს დაცვა, ამაზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგოლაძე. პირველ რიგში დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა გადაცემაში მონაწილეობისთვის და სანამ ჩვენ დავიწყებთ საუბარს, მსმენელს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრები შევახსენებთ. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებია 292 11 99, 292 11 88, ასევე თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ Facebook-ის გვერდზე სოცდისკუსია რადიო იმედი, ეს ჩვენი მისამართია. შეკითხვა რა თქმა უნდა მექნება უახლეს ამბავზე. ივნისის თვე მწვანე თვედ გამოცხადა, თქვენი სამინისტროს მიერ რა ღონისძიებები გაიმართა და რა იგეგმება კიდევ? ივნისის თვე გამოვაცხადეთ მწვანე თვედ, თუმცა ეს სიმბოლური გამოცხადებაა, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ივნისი უნდა იყოს მწვანე თვე. ივნისის დასაწყისში, კერძოდ 5 ივნის გახდათ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე და სწორედ ამ დღეს მივაბით ივნისის მწვანე თვედ გამოცხადება. თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, რომ აპრილ-მაისში გვქონდა საკმაოდ ფართომასშტაბიანი გამწვანების აქცია, სათაურით დარგეშენი მომავალი, რომელიც ასევე რა თქმა უნდა მწვანე საქმიანობების ფარგლებში განხორციელდა. შეეხება თვითონ ივნისის თვეს, რამდენიმე გარემოს დაცვითი დღე აღინიშნება, ეს არის გაუდაბნოებასთან ბრძოლის მტკვრის დაცვის დღე, თვითონ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ვახსენე უკვე. და თვითონ დღესთან დაკავშირებით მიბმული იყო სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო კამპანიები. ყველაზე მასშტაბური მაინც გამოვყოფდი და ვიტყოდი, რომ ეს არის 16 ივნის დაგეგმილი დასუფთავების აქცია, რომელიც გაიმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ამ აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და აქტიურად არიან ჩართულები როგორც ჩვენ სამინისტროსთან ერთად სხვა სამინისტროები, კულტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა ანუ თითქმის ყველა სამინისტროდან არის ამაზე მზაობა და გამოყოფენ ადამიანურ რესურსებს. გვეხმარება თვითონ ამ აქციის განხორციელებაში UNDP და GIZ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები თავისთავად, მოსახლეობა, სტუდენტები, მოსწავლეები ძალიან ფართო ჩართულობას ველით ამ აქციისგან. და აქვე მინდა ვისარგებლო ვთქვათ შემთხვევითაც მომენტითაც და მაყურებელს, მსმენელს მოვუწოდო, რომ თუ თვითონაც აქვთ ამ აქციაში ჩართვის სურვილი, დაუკავშირდნენ ჩვენ სამსახურს, გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურს და უფრო რომ ორგანიზებული იყოს ეს, მიუთითებენ სად შეიძლება თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სადაც იქნება დაინტერესებული ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომ სად შეიძლება მივიდნენ და ვთქვათ ჩაერთონ რაღაც კონკრეტულ ადგილას დასუფთავების აქციაში. პარალელურად 5 ივნის აღინიშნებოდა, როგორც უკვე აღნიშნეთ, გარემოს დაცვის დღეს სოციალურ ქსელში სამოქალაქო პეტიცია გავრცელდა, რომელზე ხელმოწერებით გუდაური კობის გზაზე საგზაო სამუშაოების დროს ხევის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილის დავერტინების დაზიანებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ. რა ღონისძიებები გატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით? დიახ, ეს ტრავერტინების თემა ძალიან მწვავედ დადგა, იმიტომ რომ ძალიან სამართლიანადაც მოსახლეობამ გააპროტესტა ის, რაც მოხდა, კერძოდ რეაბილიტაციის, გზის რეაბილიტაციის, გზის და გვირაბის რეაბილიტაციის პროცესში მოხდა ამ ტრავერტინების ნაწილის დაზიანება. ამ საკითხთან დაკავშირებით ეს იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არ საჭიროებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებას და გარემოს მოქმედების ნებართვის მიღებას. ამას დამატებული ის, რომ ჩვენ არ გვყავდა რეგიონული წარმომადგენლობები, რომელიც დროზე მოიტანდა ამ ინფორმაციას ჩვენამდე და შესაბამისად გარკვეული რეაგირება დროზე მოხდებოდა. გამოვიდა ისე, რომ ჩვენ შევიტყვეთ მოსახლეობისგან გარემოს დაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა როგორც ჩვენი სამინისტროს ექსპერტების, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექსპერტების მხრიდან. თავიდან ჩვენ ვთქვით, რომ 2-3 დღეში გაირკვევა რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, ეს იყო რამე უნებართო საქმიანობასთან მქონდა ადგილი, ანუ პროექტით განსაზღვრული რაც იყო იმის ზემოთ ხდებოდა რამე, თუ ვთქვათ რა ხარვეზი იყო. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღმოჩნდა ძალიან ბევრი დოკუმენტი შესასწავლი, ჯერ კიდევ არ არის საბოლოო დასკვნა დადებული და იმედი მაქვს, რომ უკვე ძალიან მალე დაიდება, იმიტომ რომ ეს აინტერესებს მოსახლეობას. რაც შეეხება
იმას თუ რეაგირება სამწუხაროდ მისი აღდგენა ამ ტრავერტინების ეს დროის ფაქტორია და ეს ხელოვნურად მისი აღდგენა ვერ მოხერხდება მაგრამ იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედება ან თვითონ აი ამ ტრავერტინებს რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ სამინისტროში შეიქმნა კომისია, რომელშიც შედიან როგორც სამინისტროს, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო იქნება თუ სამეცნიერო ინსტიტუტების, რომლებიც განიხილავენ კონკრეტულად ამ ტრავერტინების და გარდა ამ ადგილისა, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებისათვის ბუნების ძეგლის სტატუსის ან დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭების საკითხს. და გვინდა რომ გეგმა გვაქვს ასეთი რომ ეს კონკრეტული ადგილი გამოცხადდეს ბუნების ძეგლად, რა თქმა უნდა ეს კომისია შეისწავლის იმ კრიტერიუმებს როგორ აკმაყოფილებს და შემდეგ უკვე უნდა მოხდეს მისი კანონმდებლობაში ასახვა. ეხლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, ჩვენ რეკლამის შემდეგ სატყეო სექტორს დაუბრუნდებით. სოც დისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. ჩვენ დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი გადაცემის სტუმარია გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ქალბატონი ხათუნა გოგოლაძე. ვსაუბრობთ გარემოს დაცვაზე. ქალბატონო ხათუნა, რაც შეეხება ხუდონჰეს, როგორც ცნობილია, თქვენ გაქვთ გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები ენერგეტიკის სამინისტროსთან, რა ეტაპზეა მოლაპარაკება? ხუდონჰესთან დაკავშირებით იცით რომ ხან პროექტზე თვითონ არ ვისაუბრებ, ძალიან დიდი ხანია ამ პროექტზე სხვა ფორმით არის საუბარი. ჩვენთან შარშან იყო შემოსული ეს დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროში წინასწარ განხილვის ფორმატში და გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან იყო ძალიან ბევრი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით. შემდეგ უფრო ესეთი კვალიფიციური რეკომენდაციები და დამოუკიდებელი აზრის გაგების მიზნითაც ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვთხოვეთ ჰოლანდიის მთავრობას და ჰოლანდიის მთავრობის დახმარებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რომლებმაც შეისწავლეს სამინისტროში შემოსული დოკუმენტები, კიდევ სხვა არსებული დოკუმენტები, ჩამოვიდნენ საქართველოში, შეხვდნენ დაინტერესებულ მხარებს, ადგილზეც გაეცნენ სიტუაციას და შეიმუშავეს ანგარიში, რომელიც თუ არ ვცდები ერთი-ორი კვირის წინ ჰქონდა მისი პრეზენტაცია და სამინისტროს ვებგვერდზეც არის ეს მათი რეკომენდაციები შესაძლებელია რომ ნახოთ. მე ვთვლი რომ ეს რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, უნდა მოხდეს მათი გათვალისწინება ინვესტორის მხრიდან, იმიტომ რომ ეს არის ინვესტორის პასუხისმგებლობა, რომ შეიმუშაოს ეს დოკუმენტი, რასაც გარემოს ზემოქმედების შეფასება ჰქვია. ჯერჯერობით ჩვენთან დოკუმენტი არ შემოსულა, შესაბამისად გამოვთქვამ იმედს, რომ გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეკომენდაცია მაქსიმალურად, რაც იყო მასში გამოთქმული. გარემოს დაცვის სამინისტროში სატყეო სექტორის მართვასთან დაკავშირებით ახალი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავებაზე დაიწყო მსჯელობა. დაუბრუნდა თუ არა ენერგეტიკის სამინისტროსთან გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტი. დიახ, ეს ცვლილებები განხორციელდა, ეს იყო იცით რომ სამინისტროს გაძლიერება, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციური და ინსტიტუციური გაძლიერება იყო ერთ-ერთი როგორ თქვა დასახული მიზანი წინასაარჩევნო და სწორედ ამის განხორციელება მოხდა იმ ფორმით, რომ ძალიან ბევრი კანონში შევიდა ცვლილება, რათა ეს ფუნქციები, რომელიც 2011 წელს გადაეცა ენერგეტიკის სამინისტროს, უკან დაბრუნებოდა, საკმაოდ დრო დასჭირდა, იმიტომ საჭირო იყო განხილვები, საჭირო იყო მის სტრუქტურის მოფიქრება, როგორ იქნებოდა უფრო ეფექტური და საბოლოოდ ეს ცვლილებები ძალაში შევიდა 2013 წლის 14 მაისიდან. ანუ ეს დეპარტამენტიც ისევე როგორც სხვა ზოგი ახალი დეპარტამენტი, ზოგი რაღაცა გარკვეული შეცვლილი სახით, ანუ ახალი სტრუქტურით სამინისტრო ჩამოყალიბდა 2013 წლის 14 მაისიდან. სატყეო ამ წუთას არსებობს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ეროვნული სატყეო სააგენტო. დიახ, 2010 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გარემოს დაბინძურების ფაქტზე კანონით გათვალისწინებული ნორმების ადმინისტრირების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა, გვახსოვს ჩვენ ჯარიმა დაწესდა 200-დან 1000 ლარამდე, ახალ თუ მოქმედებს ეს ჯარიმები? ჯარიმები კანონის მიხედვით მოქმედებს, თუმცა ეს ახლა ესე ძალიან დიდ სიბზნეს არ ვიტყვი, მაგრამ როგორი კარგი მოთხოვნებიც არ უნდა იყოს კანონის მიხედვით, თუ მისი აღსრულება არ ხდება, მაშინ ეს ყველაფერი აზრს კარგავს. ყოველ შემთხვევაში ახსრულება ამ ეტაპზე ესე აქტიურად ამის მე მგონი არავის არ გაუკვირდება რომ თქვა არ ხდება, იმიტომ რომ ძალიან დანაგვიანების პრობლემა ეს მარტო თბილისი კი არა და თქვა ნებისმიერი რეგიონი თუ საქართველოს მთელი მასშტაბით ძალიან თვალშისაცემია.
მაგრამ მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს აი ამ ჯარიმების აღსრულებაზე პასუხისმგებელი არის ერთის მხრივ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, თბილისის შემთხვევაში თბილისის მერია და სადაც მერიები გვაქვს, სადაც მუნიციპალიტეტები გვაქვს, მუნიციპალიტეტი ამაზე პასუხისმგებელი. და დავამატებ იმასაც, რომ ეს ერთ-ერთი ახალი დეპარტამენტი, რომელიც სწორედ ამ გარემოსდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ და მისი ფუნქციური გაძლიერების შემდეგ 14 მაისიდან შეიქმნა გარემოსდაცვის სამინისტროში, ეს არის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. და მისი ფუნქციაც იქნება, ორივეს დაქვემდებარებაშია ეს ფუნქცია და უბრალოდ დავამატებ კიდევ იმას, რომ ეს დეპარტამენტი თავის დროზე არსებობდა, მაგრამ 2011 წელს ისევე, როდესაც გარკვეული ფუნქციები გადაეცა ენერგეტიკის სამინისტროს, ეს დეპარტამენტიც გადავიდა ენერგეტიკის სამინისტროში, მაგრამ შემდეგ ორ თვეში განიცადა ლიკვიდაცია, რომელსაც ლიკვიდაცია განიცადა რეგიონულმა წარმომადგენლობებმაც, ანუ რეგიონებში გარემოსდაცვის სამინისტროს არ ყავს არანაირი წარმომადგენლობა, ამ ცვლილებების შემდეგ იგეგმება, რომ რეგიონული წარმომადგენლობები არსებობდეს, უბრალოდ ეს კანონით შექმნილია, ახლა მიმდინარეობს თანამშრომლების აყვანის პროცესი და ამიტომ სრულად დაკომპლექტებული, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, მაგრამ მაქვს იმის იმედი ნამდვილად, რომ როდესაც დაკომპლექტდება რეგიონები, ეს შეიძლება მაინც არ იყოს კიდევ საკმარისი, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, მთელი სიმძლავრით მოხდეს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების და შედეგების მოტანა შეიძლება ამ სამსახურის ესეთი ეფექტური ფუნქციონირების საშუალებით, რისი ძალიან დიდი იმედიც მაქვს. დიახ, ნარჩენების შესახებ თუ შემოდის გარკვეული ინიციატივა, ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია დღეს ქვეყანაში, თუ იგეგმება რაიმე? ნარჩენები ნამდვილად ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. ამასთან დაკავშირებით მე ვახსენე დასუფთავების აქცია, რაც იდეაში ასეთი აქციები ძალიან კარგია, იმიტომ რომ ესეთი ბევრი ადამიანი ერთვება, მერე ცნობიერების გაზრდაც ხდება ამით, მერე რაღაცა საკუთრების განცდა უჩნდება, თუ რადგან დაასუფთავეს, თვითონვე აღარ დააბინძურონ, მაგრამ ეს არის მაინც კამპანია და დამხმარე და მხოლოდ კამპანიების იმედზე რომ იტყვიან ნარჩენებით პრობლემა ვერ გადაწყდება ქვეყანაში და რასაკვირველია, მხოლოდ ამითი არ შემოიფარგლება გარემოსდაცვის სამინისტრო, რომ ამ თემას მიხედოს. კერძოდ აღნიშნავ იმას, რომ ალბათ შეიძლება ჩვენმა მსმენელმა არ იცის, რომ ქვეყანაში დღემდე არ არსებობს კანონი ნარჩენების შესახებ მთელი 20 წლის განმავლობაში, რაც სფერო გარემოსდაცვის სამინისტრო არსებობს, ვერ მოხერხდა ამ კანონის შემუშავება და მიღება. ჩვენ ევროკავშირის პროექტის, თვინინგის პროექტის დახმარებით შევიმუშავეთ კანონ პროექტი, რომლის განხილვაც იყო 1-2 თვის წინ და ხდება მისი გადამუშავება. კიდევ შევიმუშავეთ სტრატეგია ნარჩენების მართვის მართლობით, რომლის განხილვაც პირველი პრეზენტაცია სტრატეგიის გუშინ გაიმართა სამინისტროში და ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს მასში უკვე ადამიანების ექსპერტების აზრის გათვალისწინება დაიხვეწოს თანდათან და გეგმავთ, რომ საშემოდგომო სესიებისთვის შესაძლებელი გახდება იმ კანონის მიღება. ამ კანონის მიხედვით რეგულირდება რასაკვირველია ნარჩენებთან დაკავშირებული და მთლად მის მართვასთან დაკავშირებული რიგი საკითხები. არის ახალი კონცეფციებიც, რომლებიც სწორედ ევროკავშირის და ევროპულ ქვეყნების მოდელზეა მორგებული, მაგრამ არა რა თქმა უნდა პირდაპირ ესეთი ასლი კოპირებული და გადმოტანილი ჩვენს რეალობაში. როგორიც არის თქვათ წარმოებლის გაზრდილი პასუხისმგებლობა, რაც თქვათ ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ პროდუქციაზე პასუხისმგებელი წარმოებელი ორგანიზაცია თვითონვე იქნება პასუხისმგებელი აი ამ პროდუქციის ნარჩენზე, თქვათ კოკაკოლის შემთხვევაში კოკაკოლის ბოთლებს. ანუ შესაძლებელია ნარჩენები არის ის თემა, რომელიც შეიძლება ერთის კერძო სექტორის ჩართულობის ძალიან კარგი საშუალება იყოს და ანუ ქვეყანასაც წაადგეს და მეორეს მხრივ მოხდეს ამ სფეროს მოგვარებადი თემაა, მოგვარდა ევროპაში, მოგვარებადია ჩვენთვისაც, უბრალოდ ამას სჭირდება ნება, ადამიანების ცნობიერება, ჩართულობა და ანუ რასაკვირველია გარკვეული ფინანსური რესურსებით, რომელიც იმედი მაქვს, რომ გამოყოფილი იქნება ამ პროცესების მოსაგვარებლად. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, წლევანდელი წელი გარემოს დაცვის წელი უნდა იყოს. რას გეგმავს სამინისტრო, თუ იცით და რა კანონ პროექტში რა ცვლილებებს გეგმავს თვითონ პარლამენტი? კი ბატონო, გარემოს დაცვის წლად დავეთანხმები კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება ჩაითვალოს
თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ წელს მოხდა გარემოსდაცვის სამინისტროს ფუნქციური გაძლიერება და ინსტიტუციური გაძლიერება. უკვე შევიდა დაახლოებით 50-მდე კანონში ცვლილება, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავდა სამინისტროს ამ ფუნქციური ცვლილებების ასახვას, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ მექანიკური ცვლილებები. გარდა ამისა, ცვლილებები უკვე შევიდა რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვან კანონში და ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორც არის თქვა წითელ ნუსხაში შესულ ცხოველებზე ნადირობა, რომელიც დაშვებული იყო, ანუ ეს 2011 წელს ძალიან ისეთი გარემოსდაცვის კუთხით არასასურველი ცვლილებები გატარდა კანონმდებლობაში. დაიშვა წითელ ნუსხაში შესულ ცხოველებზე ნადირობა, ისეთ გარემოსდაცვის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო ხელშეკრულების გაფორმება, ამა თუ იმ მეწარმესთან და თქვა იმას ეპატიებოდა თქვა გარემოსდამყენებული ზიანი და ეს ახლა ცოტა გრძელი თემაა, შეიძლება მსმენელისთვის არ იყოს კარგად გასაგები, მაგრამ ეს არ იყო ის ცვლილებები, რომელსაც მივყავართ ევროკავშირისკენ და ევროპისკენ და რაც თავარია ეს ევროკავშირი და ევროპა აქვს ძალიან კარგი მოდელები ამისთვის და ამ მოდელების გადმოტანას უნდა ვცდილობდეთ ჩვენ და ეს იყო პირიქით უკან გადადგმული ნაბიჯები. მოკეთ ის ცვლილებები დავაბრუნეთ უკან ეს უკვე შესულია, აი ძალიან უხეში ცვლილებები, ეს უხეში ესეთ ცუდი ცვლილებები რაც გაკეთდა ის შეცვალეთ უკვე შეცვლილია. ამის გარდა წელს დაგეგმილია საკანონმდებლო სივრცე ძალიან მოსაწესრიგებელია. დაგეგმილია როგორც აღნიშნე ნარჩენების შესახებ კანონის მიღება. მიმდინარეობს მუშაობა და ასევე წელს არის დაგეგმილი კანონის მიღება წყლის შესახებ. მიმდინარეობს მუშაობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ კანონ პროექტზე. ასევე პარლამენტის გარემოსდაცვის კომიტეტის ბატონ გიას ინიციატივით და რა თქმა უნდა ჩვენი მხარდაჭერით მოხდა ჯარიმების ამცვლება, თქვა ჯარიმების ზრდა ბრაკონიერობასთან დაკავშირებით. უკვე ზუსტად ვეღარ გეტყვით რომ მესამე მოსმენით გავიდა და ძალაშია თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეც ამ სესიაზე პროცესია დაწვრილი და ამ საგაზაფხულო სესიებზე იქნება. ანუ ბევრი საკანონმდებლო, იგივე ვთქვათ, ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონში გეგმა ცვლილებების შეტანას, რომელმაც ეს ნადირობის თემები უნდა დაარეგულოს, ერთია ვთქვათ ჯარიმების თემა, მაგრამ მე ეს სეზონის განსაზღვრა ვთქვათ, რომელ სახეობებზე შეიძლება რომ ერთის მხრივ ნადირობას და ესეთი ნამდვილ და სწორ მონადირებისთვისაც და სამონადირო მეურნეობებს შეეწყოს ხელი და სწორი კარგი მონადირების ასე ვიტყოდით და ესეთი ნათქვამია მათთვისაც იყოს ამ ბიზნესის შეიძლება განვითარების საშუალება და მეორეს მხრივ აბსოლუტურად ესეთი შეურიგებლები ვიყოთ ბრაკონიერობასთან ბრძოლის ანუ ასე ცვლილებებიც იგეგმება. ნუ ეს უცებ რაც გამახსენდა, თუმცა რა თქმა უნდა ამის პარალელურად ძალიან ბევრი წვრილი ცვლილებების შეტანა არის საჭირო კანონმდებლობაში. ეხლა იმ ტერიტორიას, რომელსაც გაუდაბნოების პრობლემა აქვს, თქვათ, კახეთის რეგიონზე საუბრობთ, იგივე დედოფლის წყარო, რა იგეგმება ამ კუთხით, თუ იგეგმება ტყეების დარგვა, რეკრეაციული ზონის გაკეთება? გაუდაბნოების პრობლემა, ესეთი, ეგეც ძალიან კომპლექსური პრობლემაა. ეს მხოლოდ ხეების დარგვით არ გვარდება. ჩვენ აი სამინისტროს სტრუქტურის გაძლიერების ფორმატში სამინისტროში შევქმნით ერთეული მიწის მართვის სამსახური. სამინისტროში ასეთი ერთეული აღარ არსებობდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის საქმიანობების დაგეგმვა და განხორციელება, რა თქმა უნდა, შესაბამის პარალელურ სამინისტროებთან ერთად, თქვათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. აქ ერთვება მიწის ეროზიის პრობლემა, საძოვრების პრობლემა. ანუ მათი მართვა, ანუ ეს მარტო ხეების დარგვით, თუმცა ხეები თავისთავად ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში. ჩვენთან GIZ-ის დახმარებით მიმდინარეობს ერთი პროექტი, რომელიც არის სწორედ დედოფლის წყაროსთან დაკავშირებით აი ამ გაუდაბნოების პროცესების შესუსტებისკენ თუ ვთქვათ, იგივე მიწების ნაყოფიერებიანი შენარჩუნებისკენ მიმართული პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში დედოფლის წყაროში გაკეთდა რამდენიმე ქარსაფარი ზოლი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ზოლების ანუ ქარსაფარი ზოლების არარსებობა არის სწორედ ქარისმიერი ეროზიის, ნიადაგის ქარისმიერი ეროზიის მთავარი გამომწვევი მიზეზი. ანუ ხო და რაც შეეხება ხეების დარგვას, ეს აუცილებლად გასაკეთებელი იქნება. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ დედოფლის წყაროზე რადგან საუბრობთ, დედოფლის წყაროს გარშემო ახლოს ყოველ შემთხვევაში ტყის მასივები არ აქვს და აუცილებელია რომ და მოსახლეობას იგივე რომელსაც საშეშე მასალით შეშაშირდება ელემენტარულად ზამთარში გათბობისთვის უწევს ძალიან შორიდან შორს უყოფენ დაახლოებით 60-70 კილომეტრის მოშორებით, შეიძლება კიდევ უფრო შორსაც ტყე-კაფების გამოყოფა.
ამიტომ უნდა ვიფიქროთ ნამდვილად იმაზე, რომ აქ მოხდეს რაც მიღებული პრაქტიკაა ეს ევროპაში ხელოვნური პლანტაციების გაშენება, რომელიც შესაძლებელი იქნება, რომ გამოყოფილი ერთის მხრივ საშიშედ იქნეს გამოყენებული და მეორეს მხრივ რაღაცა გარკვეულად გამწვანების ფუნქცია შეასრულოს. თუმცა იმასაც ეს დავამატებ კიდევ იგივე კახეთთან დაკავშირებით, მე რომ ვახსენე, რომ აპრილის თვეში გქონდა გამწვანების აქცია და არგეშენი მომავალი, აქ ძირითადი აქცენტი სწორედ კახეთის რეგიონზე იყო გაკეთებული, რადგან როგორც სტიქით დაზარალებულ რეგიონზე და ამ აქციის ფარგლებში ზუსტად კახეთში რამდენი არ მახსენდება, მაგრამ ძირითადად კახეთში მოხდა ეს 22,000 ენერგი დაირგო და რაც ყველაზე კარგი იყო ამაში არის ის, რომ ეს უბრალოდ მხოლოდ კამპანიისთვის არ გაგვიკეთებია, ამ დარგულ ენერგებს თავისი პატრონები ყავთ, იმიტომ რომ ეს გაკეთა თქვათ თელავის უნივერსიტეტში, მუნიციპალიტეტი დაგვეხმარა, ანუ ისეთ ადგილებში გაკეთდა ეს, სადაც მისი მოვლა, ანუ მარტო ბედის ანაბარად არ მივატოვეთ ეს, რომ მოვლაზე პასუხისმგებელი ჯგუფი განისაზღვრა, რადგან ერთია რომ დაარგო და მე არის კიდევ უფრო რთული პროცესი, მას სჭირდება 2-3 წლიანი მოვლა მაინც უნდა მოხდეს მისი ან შემოღობილ ადგილას დარგვა, რომ არ მოხდეს ალკოჰოლის მიერ გადაწოვება, ან თქვათ ქარის მიერ ამოვარდნა გარკვეულ პერიოდში მორწყვა სჭირდება, ანუ ეს არის კიდევ უფრო რთული პროცესი, ვიდრე მხოლოდ დარგვა. ამიტომ, როდესაც თქვათ გამწვანებაზე ვსაუბრობთ, ეს იმიტომ არის რთული იგივე ტყის გაშენება და მსგავსი პროცესები, რომ შემდეგი პროცესია, დარგვის შემდეგი პროცესი უფრო რთული, რაც მოვლას შეეხება. ეხლა ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც მსმენელებმა დაარეკეს გადაცემის დაწყებამდე და გვითხრეს, რომ ავტოფარეხის განთავსებით მიზნით კორპუსების წინ დარგულ ხეებს თვითნებურად ჭრიან. ეს ეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, კონკრეტულად იმ რაიონის გამგეობას, თბილისის მერიას, ვის უნდა მიმართოს, თქვათ, მოსახლემ, რომელსაც არ უნდა რომ ხე მოუჭრან. ეს გარემოს დაცვის სამინისტროს არ ეხება, ესე მის ფუნქციებში არ არის. თუმცა რა თქმა უნდა თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა არ გვაქვს მთლად ისეთი სახარბიელო და შესაბამისად მე თუ მკითხავთ თითოეულ ხეს უნდა გაუფრთხილდეთ, თუმცა რაღაცა შეიძლება იყოს მოსაჭრელი იმის გამო რომ დაზიანებული ან რაღაცა ეს ხდება, თქვა ამაშიც ისეთი ტრაგედია არ არის, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს აუცილებლად შესაბამისი სტრუქტურის მიერ ნებართვის საფუძველზე. თბილისის შემთხვევაში ეს სტრუქტურა გახლავთ თბილისის მერია, აქედან გამომდინარე თვითნებური მოჭრა არ შეიძლება ადამიანს ვინც ჭრის, ანუ თბილისის მერიას უნდა მიმართონ, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ნებადართული და თბილისის მერიასაც კონდეს ამყარი არგუმენტი თუ რატო გაიცა ამ ხის მოჭრაზე ნებართვა. დიახ, რო დაუბრუნდეთ ისევ 16 ივნისის აქციას, როგორც ცნობილია, ბიზნეს სექტორიც ერთვება ამ ღონისძიებაში და უფრო დეტალურად რო გითხრათ, ვინ არიან ისინი? ეს მართალი ბრძანდებით მე თავიდან ვახსენე, რომ სხვა სამინისტროები არიან ჩართულები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნეს სექტორის ჩართულობა. მე მოვერიდებოდი ჩამოთვლას ბიზნეს სექტორის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ გამომრჩეს ვინმე, ვინც არის ამაში ჩართული და ეს რაღაც ისეთის არ იყოს, თუმცა მე მგონი საკმაოდ დიდია ბიზნეს სექტორის მხრიდან ინტერესი ამ პროცესის მიმართ. გვეხმარებიან გარდა იმისა, რომ ერთვებიან ფიზიკურად და ადამიანური რესურსებით, თავისი ბიზნესიდან გამომდინარე იმ პროდუქციითაც გვეხმარებიან, რასაც თვითონ აწარმოებენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ეს არის ის, რასაც ბიზნესი გარემოს დაცვის კუთხით უნდა აუცილებლად აკეთებდეს, რომ ვთქვათ, ერთის მხრივ შეიძლება გარკვეული ზეგავლენა გარემოზე ხდება სწორედ ბიზნეს სექტორის მხრიდან, ამიტომ მათი ჩართულობა მსგავსი აქციების ორგანიზებაში, მათი თვითონ აი პირადი რესურსით, ადამიანური რესურსით თუ შესაძლებელია სხვა რესურსებითაც ჩართვა, არის ის თანამშრომლობის ის გზა, რომელიც არსებობს ევროპაში, ნორმალურ ქვეყნებში და არის ძალიან მისაღები. ამ აქციასთან დაკავშირებით დავამატებდი კიდევ იმას, რომ გარდა ბიზნესის და სამთავრობო სტრუქტურებისა ძალიან აქტიურად ერთვება არასამთავრობო სექტორი, საპატრიარქო და ყველას მასმედიის წარმომადგენლები და პირველ რიგში არ ჩაგვიტარებია ეს აქცია, მაგრამ მადლობა მინდა გადაუხადო წინასწარ ყველას მათ, ვინც გამოხატეს ინტერესი ამ აქციაში მონაწილეობის და იმედი მაქვს, რომ ეს გამოხატული ინტერესი მარტო ინტერესად არ დარჩება, რეალურად ჩაერთვებიან და იმის იმედიც მაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ერთჯერადი აქცია და მსგავსი აქციები
გამეორების სურვილი და საშუალება გვექნება აუცილებლად მომავალში. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. მე გისურვებთ წარმატებას ამ აქციაში და იმედია ბევრი ადამიანი ჩაერთვება. მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამ აქციაში. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა. საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. რადიო იმედზე.